მოწმე ანთიძემ რამდენჯერმე იცრუა ჯერ ბრალდების კითხვების და მერე დაცვის კითხვების საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ამაღლობელი პირველად ნახა მისი სისხლის სამართლის წესით დაკავების წინ, უშუალოდ სილის გაწვნის ეპიზოდისას. მან არაერთხელ იცრუა, რომ ზიას ადმინისტრაციული დაკავებისას ის იყო სხვა ლოკაციაზე, მან ისაუბრა, რომ ძალიან გაშლილი სივრცეა, მე ვიყავი სხვაგან და შემდეგ გავიგე, რომ დააკავეს ადმინისტრაციული წესით ქალბატონი. აღნიშნული საწინააღმდეგოდ ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება, ვიდეო მტკიცებულება 4 და 10 დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის რაქვის გამო დააკავეს ზია ამაღლობელი, იცით თქვენ. 0-21 წამზე ის კადრში დგას პირდაპირ, მის წინ აკავებს ბესელია ამაღლობელს, მის წინ ჩამოატარებს და შეყავს პოლიციის ეზოში. ვიდეო მტკიცებულება ნომერი 10, რომელიც იგივე ეპიზოდს ასახავს სხვა რაკურსით, დასაწყისიდანვე კადრში ჩანს მოწმე ანთიძე, რომელიც პირდაპირ უყურებს ასევე როგორ აკავებს და შემოყავს ეზოში ბესელიას ამაღლობელი. მთელ პროცესს ესწრება, ამასთან თავად აძრობს საკუთარი ხელით მიკრულ სტიკერს კედლიდან. შესაბამისად, მოწმე ანთიძე ამ ვიდეო მტკიცებულების დემონსტრირების შემდეგ იძულებული იყო ეღიარებინა ამ დარბაზში, რომ იდგას და ხედავს, თუმცა მანამდე თქვა, რომ ის იქ არ იყო და არაფერი არ უნახავს. ჩემი კითხვის პასუხად, თუ ვინ კიდევს ხელს ამაღლობელს და შეყავს, მან ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხა, რომ ეს არის ბესელია, გამცა ასეთი პასუხი, მიაქციეთ ყურადღება. იქვე დგას ვანაძე, მე არ მიკითხავს ვანაძეზე არაფერი, არც ის მთავს იმ ვერსიაზე, რაც განავითარებს შემდეგ ბრალდება. მე ვეკითხები, ვინ აკავებს მზია ამაღლობელს. ანთიძემ პასუხობს, იქვე დგას ვანაძე. ანუ რისთვისაც არის მომზადებული, რა სიცრუეც უნდა თქვას, ანუ ის წინსწრებით მიპასუხა ჩემ კითხვაზე. მოწმე ანთიძემ ასევე იცოდა, როდესაც განაცხადა, რომ დგებულაძეების დაკავების შემდეგ ამაღლობელი ითხოვდა კონკრეტულად მაღალჩინოსნებთან შეხვედრას და განმარტებების მიღებას. ის ეკითხებოდა პოლიციელებს, განმარტებებს ვერ ღებულობდა და ამიტომ ითხოვდა კონკრეტულ ხელმძღვანელებთან შეხვედრას. მისი განმარტებით სწორედ ამიტომ გამოვიდა მასთან სასაუბრო დგებულაძე. ეს არის გამოძიების ხაზი, რომ ზია ითხოვდა კონკრეტულად დგებულაძესთან შეხვედრას და თურმე დგებულაძე აი ამ კეთილშობილი მოსაზრებებით გამოვიდა მასთან სასაუბროდ. ეს არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით. სინამდვილეში ამაღლობელი არც ამას ითხოვდა და არც სხვა რამეს. ამას ადასტურებს დაცვის ვიდეო მტკიცებულება ასევე 14, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგას ჭიშკართან და არც კი საუბრობს. ცუდად არის ეს ადამიანი იმავე კადრში ჩანს, აი თმას ისწორებს, ანუ დგას. გარდა ამისა, მოწმე თურაძემ სასამართლოში განმარტა, რომ ის იმიტომ იდგა ჭიშკართან, რომ ბესელიამ მოატყუა მანამდე, შევალ, გავიგებ, რატომ დააკავეს, გამოვალ და გეტყვიო, რის გამოც თურაძე მივიდა ჭიშკართან, ეს თურაძეს რაც შეეხება. ეს საუბარი მზიამ არ იცოდა და მისივე განმარტებით იქ მხოლოდ იმიტომ იდგა, რომ თურაძე მარტო არ დაეტოვებინა, ვინაიდან მისი დიშვილი დააკავეს, სწორედ ზიას დაკავების გამო რომ მოვიდა აქციაზე. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება ნომერი 8, რა ხდებოდა ვიდეო ზია ამაღლობელს დააკავებდნენ, კადრებში ცხადად ჩანს, რომ იქვე დგას და უყურებს მოწმე თურაძე როგორ ესაუბრება ბესელიას. ანუ ის ხედავს, რომ ბესელია ესაუბრება თურაძეს და არა მზია ესაუბრება ვინმეს და ითხოვს ვინმესთან რაიმეს შეხვედრას. აქ ბესელია ზოგადი პასუხებით პასუხობს გაბაიძეების დაკავების გამო აღშფოთებულ ხალხს, ხალხი ეკითხება მას ძირითადად და იქვე დგას მის გვერდით ანთიძე. ასევე მოწმე ანთიძე არ იმყოფება ჭიშკართან, სადაც სინამდვილეში დგას ამაღლობელი, მაშინ როდესაც ჭიშკარში გამოდიან ბესელია დგებულაძე. ვიდეო 8 ადასტურებს, რომ ის ამ დროს დგას ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრში წინა მხარეს და არის აღელვებული ხალხის კითხვების ადრესატი. ამავე ვიდეოს თანახმად ის მოწმეა იმისა, რომ აღელვებული ხალხი მას და სხვა პოლიციელებს ეკითხებიან, რატომ დააკავეთ. არაფერი ხდებოდა, სიმშვიდე იყო. ეს არის ხალხის შეძახილები.
ამავე კადრში ისმის მოწმე გვიანიძის ხმა, რომელმაც იგივე დაადასტურა პროცესზე, არაფერი ხდებოდა კარებში ვიდექი და გადამიარეს. ასევე მათ პასუხს თხოვენ იმაზე, მოქალაქეები და იქ დგას თავად ანთიძე, თუ რატომ დაარტყა ნიღბიანმა ქალს ხელი, აქ იგულისხმება მზია ამაღლობელი, რომელიც მაშინ წაიქცა და სავარაუდოდ ამ დარტყმის შედეგად. ამდენად მიუხედავად იმისა, რომ მას ამაღლობელი ამ პროცესში თვალით არ უნახავს და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოქალაქეები ითხოვდნენ პასუხს თუ რატომ დააკავეს ვიღაცეები, იგი მაინც სრულობს და ამ ასე ვთქვათ კითხვებს მიაწერს მზია ამაღლობელს, რომლის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და პირიქით ამის გამომრიცხავი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. მოწმე ანთიძემ ასევე იცრუა ძმები გადაიძეების დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით და სასამართლოს მიუთითა, რომ არ შესწრებია მათ დაკავებას და არც მონაწილეობა მიუღია. იგივე გაიმეორა მან ჩემი შეკითხვის პასუხად და ასევე დააზუსტა, რომ არც ის უნახავს თუ რა ჩაიდინეს გადაიძეებმა, შესაბამისად იცის მხოლოდ სხვების გადმოცემით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება ნომერი 8-ს თანახმად კი ანთიძე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, თავიდან ბოლომდე მონაწილეობს ძმები გადაიძეების აი ამ ძალისმიერ დაკავებაში, ეპიცენტრში დგას, მისი ხელით ჩანს ამ კადრში, ჭიდაობს და ცდილობს ხელით მიწვდეს, რომ სხვა პოლიციელებთან ერთად დააკავოს და შეითრიოს პოლიციის ეზოში. მოწმე ანთიძე მიცრუა სასამართლოზე და განაცხადა, რომ ის თავიდან ბოლომდე შეესწრო სტილის ეპიზოდს დგებუაძის ჭიშკარში გამოსვლიდან და ამ დროს იდგა საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს 2 მეტრის დაშორებით. სასამართლოზე მან შეიცვალა პოზიციონირება და თქვა, რომ დგავარ დგებუაძის მოპირდაპირე მხარეს, ანუ წინ. ეხლა ან ბრალდებამ უნდა განავითაროს ვერსია, რომ მოწმე ანთიძე ვერ ერკვევა მიმართულებებში წინ და უკან რა არის, ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ის სრულობს. თუმცა ვერც ამას დაადასტურებს ბრალდება, ვინაიდან მე არაერთი კითხვა დაუსვი მას ამ გარემოების დასაზუსტებლად და არაერთხელ მითხრა სასამართლოზე, რომ არა დგას დგებუაძის მოპირდაპირე მხარეს და არა უკან. შემდეგ მოწმე ანთიძე მიცრუა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში, როდესაც განაცხადა, რომ როგორც ამაღლობელი, ისე მეორე წითელთმიანი ქალბატონი გამოხატავდნენ დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართ აგრესიას და ითხოვდნენ დაკავებულთა გათავისუფლებას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება ნომერი 14 კი ადასტურებს, რომ ზია ამაღლობელი არავის გამოშვებას არ ითხოვს, მით უფრო სასწრაფო გამოშვებას, მისი ყველა ფრაზა ისმის ამ ვიდეოში. მოწმე ანთიძემ ასევე იცრუა, როდესაც სასამართლოში მიუთითა, რომ მას არ გაუგია დგებუაძის დინება და მუქარა მზიას მისამართით მას შემდეგ, რაც მზია შეაგდეს ეზოში. მინდა თქვენი ყურადღება მიაქციოთ ამას განსაკუთრებით ქალბატონო მოსამართლე. ამ გარემოებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მას არ გაუგია, ვინაიდან იყო ხმაური აქციის მონაწილეების მხრიდან და თან ამ დროს ის უკვე გარეთ იყო გამოსული. სინამდვილეში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება 9, აი სისხლით. მოწმე ანთიძე მას შემდეგ, რაც მზია შეარდეს ჭიშკარში, ჭიშკრის შიგნით ჩნდება 00:15 წამზე. ამ დროს მის წინ არის თავად დგებუაძე, რომელსაც ხელით იჭერენ პოლიციელები, რომ არ მისწვდეს მზია ამაღლობელს და სავარაუდოდ იქვე არ გაუსწორდეს, სხვა შემთხვევაში რატომ აკავებდა 2 პოლიციელი წელში შევარდნილი. ამის პარალელურად ისმის დგებუაძის დინება და მუქარა. აი, მთელი ეს დინების კასკადი, რაც არის იმ ცნობილ ვიდეოში ბატონი დგებუაძის მხრიდან, ხდება ბატონი ანთიძის გვერდით. ანუ დგებუაძე დგას ბატონი ანთიძის გვერდით და მთელი დინების კასკადი არის იმ ვიდეოში და ბატონი ანთიძე სასამართლოს დარწმუნებას ცდილობდა, რომ მას არ გაუგია დგებუაძის დინება. გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლოს ვაჩვენეთ, ის კადრი რა სიღრმემდე მიყვება თავად ანთიძე მზიას, როდესაც დაკავებული მზია მიყავთ
და კადრში აშკარად ჩანს მომენტი, სადაც ბატონი ანთიძე იფურთხება ზიას მიმართულებით. აი სწორედ ამ მომენტში დგას მის გვერდით ბატონი დებუაძე და აგინებს პარალელურ რეჟიმში. აი ამ გარემოებაზე ბატონმა ანთიძემ თქვა, რომ მას არაფერი დაუგია და გარდა ამისა ის უკვე იქ არ იყო, უკვე მანამდე იყო გამოსული იქიდან. მოწმე ანთიძემ ასევე იცრუა, როდესაც პროკურორის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დებუაძესთან ინციდენტის შემდეგ მასთან ვიზუალური კომუნიკაცია ჰქონდა დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, როდესაც შეამჩნია სახეზე სიწითლე. ინციდენტიდან ძალიან მოკლე დროში, რა ვიცი, წუთი, მაქსიმუმ 2 წუთი, ბატონი დებუაძე გამოდის უკან ჭიშკარში და ჟურნალისტები მას კითხვას აძლევენ. სწორედ ამ კადრში ჩანს, რომ ბატონი დებუაძის გვერდით იმყოფება ბატონი ანთიძე. მაშინ ანუ სულ მის გვერდით იმყოფება და ბატონმა ანთიძემ გითხრა, რომ ინციდენტის მერე ბატონი დებუაძე ნახა 10-15 წუთის შემდეგ და მაშინ დაინახა მის სახეზე სიწითლე, რაც სრული სიწრუეა